ამ ვიდეოში გესაუბრები თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება. პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ როცა საქართველოში უბრალოდ რომ აბარებენ მოსწავლეები ეროვნულ გამოცდებს და მერე იწყებენ უკვე უნივერსიტეტში სიარულს, ეგ არის უკვე ჩვეულებრივი თემა და მერე მუშაობენ თქო. უნივერსიტეტს დაამთავრებენ 3-4 წელს მერე. მაგრამ რა ხდება ამ 3-4 წლის ფონზე და შიგნით სტუდენტური ცხოვრების შიგნით. გარედან ისე ჩანს თითქოს ყველაფერი ძალიან კარგად არის, სტაბილურად მიდის ყველაფერი და არც არაფერი უჭირს სტუდენტს, ადამიანს. თუ ადამიანს აქვს მაგალითად ისე გონება ან განვითარებული და აწყობილი რომ აბარებს უნივერსიტეტში და არ უნდა რომ თავის პრობლემა გადაიხადოს ნიმსწავლის ფული, მუშაობა უწევს. მუშაობა უწევს რომ შეუთავსოს სამსახური უნივერსიტეტს და ამავდროულად ისწავლოს და დაამთავროს იმ უნივერსიტეტი და იმ პროფესიას გაყვეს, რაც მან უნდა თავის ცხოვრების განმავლობაში. დღევანდელი საქართველოს მდგომარეობით რო ვიმშველოთ, ძალიან სულ მდგომარეობაა სამსახურების მხრივ და ძალიან უჭირს არა თუ სტუდენტს, არამედ უნივერსიტეტ დამთავრებულ ადამიანს მუშაობის დაწყება. თუ გამოცდილება არ აქვს და მით უმეტეს კიდევ თუ სერტიფიკატები აქვს იმდენი და დიპლომი აქვს იმდენი, ხო საერთოდ იმდენი აქ მაგალითად ისეთი ადამიანები, ვინც საერთოდ არ მუშაობენ იმ პროფესიით, რა პროფესიაც თვითონ არიან, რას მოიცავს სტუდენტური ცხოვრება, ხო? ეს არის პერიოდი 18 წლიდან დაახლოებით 23 წლამდე და ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანს ყავს მეორე ნახევარი, რომელშიც ჩნდებათ ფინანსები, რომ სამე წაიყვანონ დაბადების დღესაც ჩუქარი გაუკეთონ მაგალითად ვალენტინობას უყინოს ჩუქრები და ახალ წელს. ამას უნდა იმდენი ფული რომ საქართველოს მდგომარეობით რომ ვიმშველოთ, შეუძლებელია თუ ცალკე იმ ხელას შემოსავალი არ გაქვს რომ თავი იჩინო. და თუ სტუდენტური სამსახური სადმე გამოჩნდა და სულ დაიწყო მუშაობა, მაშინ შეუძლებელი არის რომ ისეთი სამსახური არ იყოს, რომ ვინმე მაგალითად ისეთი თანამშრომელი დახვდეს იმ სამსახურში, რომ ან შეიძლება სულ არ გადაუცვალოს, ან ისეთი სტუდენტური სამსახურები არის ძალიან საშინელება და რამ ხრივ ცვლები არის მანდ და იმ ცვლებში რო უტევთ მუშაობა, თავისუფალ დროს ახერხებენ, ცდილობენ რომ მისწავლონ უნივერსიტეტის დავალებები და საკუთარი ცხოვრებისთვის საერთოდ არჩევათ დრო. დარწმუნებული ვარ, სოფლიოში ყველა ადამიანს უნდა ისეთი შემოსავალი, რომ ფინანსურად იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. და ამას ვერ შეძლებენ სტუდენტები, იმიტომ რომ როცა სამსახურში არიან, სამსახურზე ფიქრობენ, როცა უნივერსიტეტში არიან, უნივერსიტეტზე ფიქრობენ და თავისუფალ დროს კიდევ დავალებებს აკეთებენ, ან სხვა რამეზე ფიქრობენ, ან თარდობენ. და სტუდენტურ ცხოვრებაში სტუდენტებს იმის დროს არ აქვთ, რომ რამე გააკეთონ, რომ ცოტა მეტი ფინანსური სარგებელი მოიტანოს რამე საქმე. საქართველოში ბიჭების მხრივ არის ძალიან ცუდად საქმე, იმიტომ რომ თუ 18 წლის ხარ და აბარებ, მაშინ უნივერსიტეტში უნდა წახვიდე, რომელიც გვალდებულებს და გვაიძულებს რომ ვისწავლოთ, რაც საერთოდ არ გვაინტერესებს და სწავლის მხრივ რო ვიმშველოთ, საშინელი სწავლება არის საქართველოში და თუ არ ჩავაბარეთ კიდევ ჯარი გველოდება, რომელსაც დაახლოებით 70-80% არიდებს თავს. და ისიც არ შეუძლიათ უკვე ბიჭებს დღე. მე ჩემი აზრით რომ ვიმშველოთ, მე როგორც ვიცი და უმეტესობამ არის ჯარის პროგრამები 6, 8 და 11 თვიანი. ვფიქრობ, 6 თვიანი ყველაზე კაი ვარიანტია, იმიტომ რომ მალე მორჩები ჯარს და მალე სწავლ სახლში. და მე რაც გინდა შეგიძლია ისაკეთო. მაგრამ თუ საკუთარი თავის განვითარებას ხარ კონცენტრირებული და ჩემი არხიც მაგას ეწონება, თუ ფინანსების აშენება გინდა რომ იყო ფინანსურად დამოუკიდებელი და თავისუფალი, მაშინ ისეთი რაღაც უნდა გააკეთო და იფიქრო, რომ მეტი შემოსავალი გქონდეს. პარალელურად უნივერსიტეტში კი აღარ დახარჯო დრო და ფული. ჯარი მოიშორო 6 თვიანზე მაგალითად და მერე გაუყვე შენ საქმიანობას. ვიცი მესმის ახლა ძალიან ბევრი ბიჭი აბარებს სუსტად ჯარის გამო, რომ ჯარში არ წავიდნენ და ძალით სწავლობენ მართლა უნივერსიტეტში, მაგრამ ვფიქრობ ახლა ამ დროინდელი გამოსახედიდან ეგ უფრო ჯობია რომ ჯარში წახვიდე და ამდენი ფული ტყუილად დავხაროთ. ახლა მაგალითად არ მომფიქრე ბიჭებზე, ვისაც
ბიჭებზე მაქვს ზოგადად საუბარი, იმიტომ რომ ჯარის მხრივ უფრო ცოტა მდგომარეობაში ვართ ვიდრე გოგოები. თუ ვისაც უნდა კარიერულად წინსვლა და განვითარება, არ მაქვს პრობლემა, ჩააბარონ უნივერსიტეტში, თავის პროფესიით გაუყურեն, მაგაც არ მაქვს პრობლემა, მაგრამ ვინც აუცილებელი იზოლებული არის, რომ ჩააბაროს უნივერსიტეტში იმის გამო, რომ არ წავიდეს ჯარში. თუ სხვა რამე არ უშლის ხელს, პირიქით, ჯობია რომ ჯარში წახვიდე. მოიშორო ჯარი. და მე უკვე აკეთო ის შენი საქმეობა, რასაც კი აკეთებდი, ან რაც კი ქსიავნებდა ცხოვრებაში. როცა აბიტურიენტი ვიყავი, კომენტარებს რო უყურებდი ხოლმე, რომ ყველა ამბობდა იმას, რომ აი სტუდენტობა უფრო ძნელი არისო. კი, მართლა ძნელი არის. მაგრამ იმ ხრივ არ არის ძნელი, რომ ძალიან ბევრი სამეცნიერო გაქვს და ძალიან ბევრი სასწავლო მაქვს პრეზენტაცია და ერთი რაღაცები. არა. დროში ხარ ძალიან შეზღუდული. საერთოდ არ გვაქვს დრო. და სტუდენტებს არჩევანი ვიწევს, რომ გავაკეთოთ ფინანსებს და კარიერას შორის. და ძალიან ბევრი არა. ნუ თავი ზოგი უნივერსიტეტში აბარებს და სწავლას მიყვება და ფრიადოსნები არიან და ზოგი მიყვება და მათ შორის მეც ფინანსებს სამსახური და თავის ბიზნესი უნდა რომ აწყოს და ფინანსურად იყოს ამოუკიდებელი. ორივე ძალიან კარგი არის, მართლა არ ვამბობ რომ რომელიამეს ვაკნინებ, მაგრამ ვფიქრობ რომ საკუთარი ბიზნესის შენება და ფინანსების თავისუფლება და მოგდეობა არის უფრო კარგი, იმ ხრივ რომ პრაქტიკა გაქვს უფრო მეტი და გამოცდილება. საქართველოს უნივერსიტეტის ისე არის, რომ 4 წელი ისწავლი თეორიებს, რაღაცებს არ გასწავლიან არანაირ პრაქტიკას და თუ გაგიმართლა საუკეთესო შემთხვევაში იწვევთ მუშაობას ისეთ ბიზნესში და სამსახურში, რომელმაც შეიძლება საერთოდ არ ესწავლა იმ კომპანიის უფროსი არის, რომელმაც საერთოდ არ ისწავლა უნივერსიტეტში და პრაქტიკით მიიღო გამოცდილება და ეხლა აქვს ძალიან ბევრი ფული ვიდრე შენ. და იმ ფულს გიხდის შენ ხელფასად. და იმ ის კომპანია რაც ფულს შეუძლებს და გამიმუშავებს, ის დანარჩენი ფული მიდის მასთან. სწორედ აი ეგ განსხვავდება საკუთარ ბიზნესის შენებასა და უნივერსიტეტს შორის. შესაძლოა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბიზნესია, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს საქართველოში. და არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში და ჯერჯერობით მსოფლიოში ახლა საზოგადოებრივ რომ გავიდეთ, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არის, რომლებსაც შეიძლება რომ გამოიყენო და გამოიხმაურო და დასაქმდე, მაგრამ საქართველოში არის კატასტროფა შედეგი. მაგ მხრივ ძალიან ბევრი უნივერსიტეტი არის იმ მხრივ, რომ ადამიანები აშენებენ ამ უნივერსიტეტს, რიცხავენ უამრავ ფულს სტუდენტები და შედეგად აქვთ მარტო ქაღალდი, რომელსაც წერია დიპლომი და ვერაფერში ვერ იყენებენ საერთოდ. თუ ადამიანი აბარებს უნივერსიტეტში იმის გამო, რომ ისწავლოს, არ არის პრობლემა, მაგრამ თუ არ აბარებს და ჯარში მიდის, მაშინ იმაზეც არ უნდა იფიქროს. ზოგადად საქართველოში ისეთი ხალხი არიან უკვე, რომ თუ არ ჩააბარა, აბარა უნდა გააკეთოს და სხვის საქმეში იმ ხელაწყოს ყოფნო ვეღარ დააქვთ. და მერე დრო მოვა და თუ ამ ადამიანს აღმოაჩნდა იმდენი გამბედაობა და ხალისი, რომ თავის საქმეს მიხედოს და ბიზნესი აწყოს ისეთი რომ ვარსკვლავები ჩამოყრიფოს ციდან, მერე ილაპარაკოს აბა იმ მეორე ადამიანთან. ასე. მე ვიცნობ ორ ადამიანს, ერთმა ჩააბარა უნივერსიტეტში და არ გაუმართლა და წამოიწყო თავის ბიზნესი და მინდა ვთქვა, რომ ეგ ბიზნესი ძალიან კარგად მუშაობს და მეორე ადამიანსაც გაუმართლა, იმიტომ რომ მაგანაც თითქმის იგივე ბიზნესი წამოიწყო, მაგრამ ეს ადამიანი, მეორე ადამიანი ისევ სწავლობს უნივერსიტეტში. მაგრამ იმის გამო მინდა რომ სწრაფ მოქმედებებს უფრო მალე მოაქვს შედეგი და ფინანსური სარგებელიც. ვიდრე 4 წელი რო იმას ელოდო, მერე იმას ელოდო, რომ შენი შესაძლებელი სამსახური გამოშვიდე და იქ მიხვიდე და გარეგისტრირდე, გაიარო გასაუბრება და მერე უნდა ილოცო, რომ აქ იყვნენ ან არა. იმედია დაგანახეთ თუ როგორია სტუდენტური ცხოვრება და დაგანახეთ რეალური მიზეზი თუ რატომ არ უნდა ვისწავლოთ უნივერსიტეტში. და მე პირადად რატომ ვირჩევ მეორე გზას ბიზნესსაც აწყობას, ვიდრე კარიერის გაგრძელებას უნივერსიტეტში. და ვფიქრობ, სწორად დაინახეთ და გადმოვეცით ჩემი საქმე რა, რაც მინდა მეთქვა ამ ვიდეოთი. ახლა კიდე გამშვიდობებით, ეს მათ შემთხვევით მომავალ ვიდეოში და არ დაგავიდეთ არხის გამოწერა
ვიდეოს და ლაიქება და ზაისება იქ გააქტიურება. დროებით.